ეთერ თურაძე ბათუმელების მთავარი რედაქტორი გვერდდება ახლა ეთერში, რომელიც დღეს ესწრებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, ისმენდა მის სიტყვას, ვიცით რომ ეს ფაქტობრივად შეუძლებელია ყველასთვის, ვინაიდან ბევრი ადამიანია ხოლმე ჩასული ადგილზე, ეთერმა დღეს შეძლო შესვლა სხდომაზე. საღამოშვიდობისა ეთერ, მადლობა ჩართვისთვის, ვიცი რომ ემოციური დღე იყო, მოლოდინი იყო მზიას სიტყვის მიმართ, ეს ის სიტყვა იყო, რასაც ელოდით, თუ კიდევ იმაზე უფრო მეტი. მოგესალმებით ნინო ნაყურებელს, მივესალმები, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, მართლა ძალიან რთული დღე იყო, მართლა ძალიან ძნელია ადამიანურად, რა ვიცი, ორგანიზაციულადაც სტრესულ გარემოში საქმიანობა, უბრალოდ ცხოვრება ყოველი დღის, ყოველი საათის გასვლა, გადატანა არის რა ვიცი, ძალიან რთული და წარმომიდგენია ეს რა არის მზიასთვის. რაც შეეხება მის სიტყვას, კი მე ველოდი რომ ის რაღაცა იქნებოდა შეუპოვარი. მაგრამ მაინც ჩემს მოლოდინებსაც გადააჭარბა. იმიტომ რომ მას თავის საკუთარ თავზეც მაღლა დადგა მზია ამ შემთხვევაში. რას გულისხმობ ახლა მას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, იცის ყველა არ ლაპარაკობს ამაზე, თავად ესეც ყველა მიცის, მაგრამ ამაზე საუბარი არის საჭირო, აუცილებელი რომ გადაწყვეტილების მიღების პირებამდე მივიტანოთ ეს პრობლემა, რამდენად სახიფათოა და რამდენად გასათვალისწინებელია, არ ვიცი რას გაითვალისწინებენ, რას არ გაითვალისწინებენ, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ის რაც იქნა ჩადენილი მზიას მიმართ, რა უსამართლობის კასკადიც იქნა მზიას მიმართ ჩადენილი, დასრულდეს და მიეცეს ადამიანს ნორმალური თავისუფალ გარემოში რეაბილიტაციის შესაძლებლობა, ჯანმრთელობას, რომ მიხედოს თავის ჯანმრთელობას, რომ იქნება როგორმე გადარჩეს მისი მხედველობა. ვიცით ჩვენ, არც მე მგონი თქვენს ეთერშიც თქვი რომ მას ექიმ მოუთხრა რომ შეიძლება ორ დღეში დაკარგოს მხედველობა რაც აქვს და მას ძალიან დაბალი მხედველობა აქვს ისიც ერთ თვალში და შეიძლება 10% მხედველობა რაც აქვს შეინარჩუნოს 2 წელიც თქვათ გასტანოს, მაგრამ რისკი, როგორც უთხრა ექიმმა, არის ძალიან მაღალი. ეთერ, ახლა გისმენთ და ვგრძნობ რომ ფაქტობრივად ძალიან გადაღლილები ხართ ყველანი და მართლაც თქვენ ფონზე ახლა ვფიქრობ, მართლაც როგორი გადაღლილია ალბათ ფიზიკურად მზია, რომელსაც მართლა არ ეტყობა ამ დაღლის მიუხედავად ის რომ შინაგანად ის დაიღალა ამ პროცესით პირიქით ის დღეს თქვენ გამხნევებდათ ხომ კონკრეტულად თქვენც მოგმართათ ბათუმელებს ნეტგაზეთს და ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ვინც დარბაზში იყო ყველა ყვება ამას აი როგორი სცენარისთვის ხართ მზად აი ყველაზე უარესი სცენარისთვის უკეთესი ყველას გვინდა თუმცა ნაკლები მოლოდინი გვაქვს თუ კი მზია დარჩა საპატიმროში რამდენიმე წლით ხომ ასეთი განაჩენი თუ კი დადგა რეჟიმის მხრიდან ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ რეჟიმი თვითონ ვერ გაძლებს ამდენ ხანს და არც ერთ პატიმარს ამდენ ხანს არ მოუწევს საკანში ყოფნა მაგრამ აი რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში თქვენ როგორ ხედავთ მზიაზე გასაგებია რასაც საუბრობთ უკვე თქვენი მედია საშუალების მომავალს იცი რა სიმართლე გითხრათ მომავალ თუ ეს რეჟიმი ივლის თავისი გეგმის მიხედვით და რაც ჩანს იმ კანონების შესაბამისად რაც გვაქვს ხო მიღებული მათ მიერ რაც არის მიღებული მათი განზრახვა ნათელია რაც არის სისრულეში თუ მოიყვანენ ამას ჩვენი მომავალი არის ის რომ ჩვენ აღარ უნდა ვარსებოდეთ ფიზიკურად არა მხოლოდ მედია ორგანიზაციები როგორც ჩანს ეს გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს ჩვენ ფიზიკურ გაქრობასაც რადგან ჩვენ ვიდრე მზია საპრობილეში არის გამოკეტილი და ვიდრე ის ასე მაღალ ფასი ხდის ხო მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მხოლოდ საპატიმრო დაწესებულებას და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას თქვათ ვიდრე ის ასეთ მაღალ ფასი ხდის ჩვენ რა თქმა უნდა რა ფორმითაც შევძლებთ რომ ვიმუშაოთ
გავაგრძელოთ საქმიანობა, იმ ფორმით გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს აუცილებლად იქამდე, ვიდრე მზია არის საპატიმრო დაწესებულებაში. მე ხშირად ვეუბნები ჩემ თანამშრომლებსაც ვეუბნები ხოლმე ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ეს დილემები, რომ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ გავაშუქოთ, რა გავაშუქოთ, რა იქნება ხვალ. პერიოდულად გვაქვს რაღაცა ესეთი შემოტევები, როგორც სიტყვიან და ჩემ თანამშრომლებსაც ვეუბნები ასეთ რამეს და ასე ვცხოვრობ მე და ასე ვმუშაობ, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რას აპირებს რეჟიმი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ მუშაობთ და რეჟიმს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, მათ ამის ძალაუფლებაც აქვთ, мотиваციაც აქვთ, სურვილიც თუ ექნებათ, შეუძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, უბრალოდ ეს ჩვენი დღის წესრიგში არ შემოდის, ვერ შემოვა, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. და ჩვენ დღის წესრიგი არის ერთი, რომ ჩვენ პროფესიაში დავრჩებით, გავავრცელებთ ინფორმაციას, მივაწვდით ინფორმაციას მზია მაღლობელის შესახებ უფრო მეტად მის ჯანმრთელობაზე, მის უკანონო პატიმრობაზე, მის ევროსასამართლოში საქმის წარმოებაზე, სააპელაციაში საქმის წარმოებაზე. თუ გადაწყვეტენ, რომ ვთქვათ ნინო სახელაშვილი თუ ორი დღის შემდეგ გადაწყვეტს, რომ მზია მაღლობელი რაღაცა ვიცი რა დავარქვა ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე თუ იქიდან გამომდინარე რომ სილა მართლა არ არის თავდასხმა ვერ შეიძლება იყოს თავდასხმა ვერც ქართული განმარტებით ლექსიკონი აღყალიბებს ამას როგორც თავდასხმას ვერც ქართული სისხლის სამართლის კოდექსი ვერც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერც სხვა ქვეყნის სამართალი და მოკლედ ვერაფერი ვერ აყალიბებს იმას რომ სილა არის თავდასხმა ამ ფაქტორს თუ გაითვალისწინებენ იმას რომ ეს იქნება აქტი ჰუმანური აქტი ეს იქნება შესანიშნავი ერთი გარემოების გამო იმიტომ რომ ზიას ჭირდება ახლა მიხედოს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საპატიმრო დაწესებულებაში ეს არის შეუძლებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეუქცევა და არ იქცეს ეს მისი პრობლემა, მხედველობის პრობლემა. ეთერ არ მინდა რომ ძალიან დაგღალოთ თუ ხედავ როგორი გადაღლილები ხართ და კიდევ ორი დღე მაინც არის მოლოდინი რომ შესაძლოა რა ვიცი რაღაც მოხდეს თუნდაც რეჟიმმა გადაწყვიტოს რომ ეს მისთვის დამაზიანებელია. მიხვდეს რომ ეს მისთვის ძალიან დამაზიანებელია და ამიტომ მოარი თქვას ჟურნალისტი ქალის ასეთ დასჯას წარმატება მინდა გისურვოთ თქვენს გვერდით ვართ იცით თქვენ ეს ამბავი და მე ვფიქრობ რომ ზიას შემთხვევა არის როგორც ჩვენთვის ძალიან დიდი ტვირთი ისე აუცილებლად ძალიან დიდი ტვირთი იქნება რეჟიმისთვისაც დარწმუნებული ვარ ამაში ჩვენ შეიძლება ამ ტვირთს ვერ აუდგეთ მაგრამ არც რეჟიმისთვის არ იქნება ეს ტვირთი მსუბუქი დარწმუნებული ვარ ამაში ეს მძიმე იქნება უბრალოდ რეჟიმის რაციონალიზმის ნიშნები არ შეენიშნება ეს არის სამწუხარო და სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ უფრო ცუდის მოლოდინი თუმცა ვნახოთ დაველოდოთ ამბებს ეთერ თურაძე იყო დღეს ახლა ჩვენთან პირდაპირ ეთერში